პირიქით, მადლობა თქვენ, მოგესალმებით. ბატონიკა, გითხარით დღევანდელი დღის შთაბეჭდილებები პირველ რიგში და აქვს თუ არა აზრი ზოგადად მოლოდინებზე საუბარ სოციოპოლიტიკურად ახმულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ? დიახ, ალბათ თქვენს კითხვაშივე შეფასება, რომელიც გააკეთეთ, არის სწორი და მეც ამ პოზიციაზე ვარ. ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ქართულ მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას, სამწუხაროდ არის ადვილად პროგნოზირებადი. ძნელად არის წარმოსადგენი, რომ მოსამართლე ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს განსაკუთრებით პოლიტიზირებულ საქმეზე, მიიღებს პირუთმელ გადაწყვეტილებას თუ ასეთი ნება არ არსებობს პოლიტიკურ წრეებში ქართული ოცნების, შეუძლებელია სხვაგვარად წარიმართოს პროცესი და ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ნიკა გვარამიაზე, როდესაც ვსაუბრობთ. ბანალურად ჟღერს უკვე, იმიტომ რომ ეს აზრი ყველა ადამიანისგან ისმის, მაგრამ გავიმეორებ, დიახაც პოლიტიკურია გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა ნიკა გვარამიასთან მიმართებაში და ასეთივე გადაწყვეტილების შესაბამისად იქნება გამოცხადებული ვერდიქტი. თუ მეკითხებით მე რა მოლოდინი მაქვს, მე უახლოეს პერიოდში, გულისხმობ, როდესაც ჩაინიშნება რამდენიმე დღეში განაჩენის გამოცხადების თარიღი, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდება, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პროცესების აზვირთების გავიდა და ვიტყვი შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში და ზოგადად ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ტკინმეული პერიოდი, როდესაც ნორმად არის ქცეული პოლიტპატიმრობა, ჩაბარდება წარსულს. ჩვენ უნდა კარგად გვესმის უბრალოდ ყველა ძალიან კარგად მინიმუმ უმრავლესობას, რომ ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ არ გულისხმობთ ერთ ადამიანს, კლასიკური გაგებით, შეიძლება არც ცოტა ადამიანს გონია, რომ ავტოკრატიული რეჟიმი, როდესაც დამარცხეს, ერთი ცალი ადამიანი. არავითარ შემთხვევაში ავტოკრატიული რეჟიმი შედგება ქსელით, რომელშიც გაწევრიანებული არის და თავმოყრილი არის როგორც ნახევრად გასამხედროებული ჯგუფები, კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული ჯგუფები და სხვადასხვა სახის ჯგუფები და ამ ქსელების წევრები ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, სადაც ასევე ავტოკრატიული რეჟიმი არის დამყარებული, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია მაქვს მხედველობაში. ამიტომ ასე ცალსახად თქვა, რომ ნიკა გვარამია, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელ მოცემულ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებით იქნება გათავისუფლებული, არ არსებობს. ბატონიკა, კონტექსტი არის ამ საქმის საინტერესო, მისი პატიმრობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ევროკომისიის გადაწყვეტილების წინ, ახლა საბოლოო დასკვნამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 თვეა დარჩენილი, ეს ყველაფერი ზრდის ვთქვათ წნეხს ხელისუფლებაზე, თუ პირიქით მას წინააღმდეგობის სურვილს უჩენს მეტად დასაჩვენებელი დასჯისება. იცით რა, აი პრაქტიკული პრაქტიკული მაგალითი ან პარალელი რო გავალოთ, თუნდაც შარშან ჩემ დაკავებასთან დაკავშირებით, როდესაც საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობის შედეგად ხელისუფლებას მოუწია ჩემი გათავისუფლება. მაშინ იმ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობდა მოჩვენებითად მაინც დაიკავებია 2 სკამი, დასავლური და რუსული. დღეს ერთი წლის სავზე სამწუხაროდ ღიად დეკლარირებული, როგორც საგარეო პოლიტიკური კურსი არის შეცვლილი ქართული ოცნების მხრიდან, ასევე უბრალოდ შიგნით, ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო ბრუტალური გახდა რეჟიმი, რომელიც არის ავტოკრატიული და შედეგად ისინი ყურადღებას არ იგდებენ ამ ეტაპზე ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების, ქვეყნის სახელმწიფოს კომაგების სამართლიან პრეტენზიებს, რეკომენდაციებს, იმ რეზოლუციებს, სადაც პოლიტპატიმრები არიან მოხსენიებულნი, როგორც ნიკა გვარამია, ასევე მიხეილ სააკაშვილი. რუბიკონი გადალახა ბიძინა ივანიშვილმა და ის ცდილობს ძალის დემონსტრირებით საკუთარივე ამორჩეველი გაამხნევოს, რამე თუ მას ძალმეუმრეობითი პოლიტიკის
წარმორთვის გარდა აღარ დარჩა ჩემი შეფასებით არანაირი კაპიტალი დაარწმუნოს თავისივე ამორჩეველის ნაწილიც კი რომ გააგრძელონ ქართული ოცნების ხარდაჭერა. ამიტომ ის თვლის რომ რაც უფრო რეპრესიული იქნება მისი რეჟიმი, მას პოლიტიკური ცხოვრება ამ ეტაპზე გაუადვილდება. სირთულები ოპოზიციური პოლიტიკური კლასის ამ შემთხვევაში დღეს თვითონ გვარამიას გზავნილებში იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ელიტის სტიგმატიზაცია როგორც ძალის არ მქონის არ არის სწორი და ნუ ვეძებთ ამ ვითარებაში განტევების ვაცს. აი ამ თემაზეც ეს იყო გზავნილი მათ შორის ოპოზიციური კლასის მიმართაც გითხარით თქვენი პოზიციაც დღეს თქვენც გქონდათ ბრიფინგი, სადაც საუბრობდით სწორედ ამ კონტექსტში. დიახ, აი სწორედ ამიტომ სულ დასაწყისში მე ვახსენე რომ ჩვენ არ ვებრძვით ერთ კონკრეტულ ცალკე აღებულ პიროვნებას, თუნდაც ყველაზე მდიდარს, ხო? ბიძინა ივანიშვილს. ეხლა ერთ დღეში არ ყალიბდება ავტოკრატიული რეჟიმი, უბრალოდ ერთ დღეში შევაცნობიერებთ, რომ ძიმე ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და ბუნებრივია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დროს, ვიდრე ჩვენ ეს გვინდოდა რომ დასრულებულიყო გამარჯვებით საზოგადოების და ოპოზიცია როგორც მედია წარმომადგენლები და სხვა სამოქალაქო აქტიური ჯგუფების წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვართ ავანგარდში და ამ ბრძოლას აქვს ფაზები, რომელიც ზოგჯერ არის მეტად აქტიური, ზოგჯერ არის მინავლებული, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არ გაღვივდება. მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ რეჟიმი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ეს ლოგიკურ დასასრული იქნება მარცხი. უბრალოდ დიახაც ბევრს გვინდოდა რომ ყოფილიყო ეს სპრინტული ორთაბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, აღმოჩნდა მარათონი, როდესაც შენი თანამებრძოლი კოლეგა, არ ვიცი, ნებისმიერი პოლიტპატიმარი ყავს სახეზე, ჩვენ ეს უნდა გვაძლიერებდეს, ჩვენ ეს ბრძოლის რეჟიმს უნდა გვმატებდეს და ოპოზიციურ ველზე ნიშნის მოგებით არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი და არ უნდა ჭირის უფლობდეთ. ბატონო, რა ფაზა ახლა როცა ფაზებზე საუბრობთ, აი ახლა რა ფაზაშია ოპოზიცია, მაშინ როცა არ ჩანს არანაირი ნიშანი, თქვენც ისაუბრეთ, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე მაინც წასვლას გეგმავდეს, აი რომელიმე პუნქტზე, არაფერია რაც რაღაც ოპტიმიზმის საფუძველს მისცემს საზოგადოებას, რომ აი რაღაცის შესრულებას აპირებენ. ამ დროს რას აკეთებს ოპოზიცია? ბევრი ფაქტორია, რამაც განაპირობა ის მდგომარეობა, რომელშიც ამ წუთას ვართ, დაწყებული იქიდან, რომ 2012 წლიდან პირველი პერიოდია, როდესაც კალენდარის მიხედვით საარჩევნო წელიწადი არც წელს, ანუ გაწერილად არც წელს, არც მომავალ წელს არჩევნები არ არის. ამას ემატება ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ამას ემატება ნიკა გვარამიას პატიმრობა, ორი მძიმეწონსანი ლიდერი, როგორც პოლიტიკური, ასევე აზრის ლიდერი ნიკა გვარამიას სახით. შარშან იყო უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, სადაც ჩვენ ყველანი ვიღებთ მონაწილეობას რეფერენდუმში და ძალიან ახლოს ვიყავით ჩემის აზრით გამარჯვებასთან, მაგრამ ამ ტიპის გავარვავებულ ბრძოლას გარკვეული პერიოდი მოყვება სამწუხაროდ ეს ახლავს თან პოლიტიკურ პროცესს ტემპის დაგდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვემზადებით მეორე ტემპით შეტევის. აი ვადამდელი არჩევნების თემით დაიწყეთ გვარად ეს პოლიტიკური სეზონი. აი ამის გაგრძელება რა იყო, ან რა მივიღოთ თქვათ ამის გაგრძელებად კი არ არის ეს არასაარჩევნო წელია, როგორც თქვით და სწორედ ამიტომ თქვათ ოპოზიციამ და პირადად თქვენ დაიწყეთ სწორედ ვადამდელზე საუბრით. აი სად ჩანს ნიშნები, რომ რაღაც თქვათ კეთდება ამ მიმართულებით, ან იწევს ეს ტემპერატურა თქვენ ძალიან ბევრი ძალიან ჩემის აზრით თამარა ჩვენ გვექნება ალბათ იმედია შესაძლებლობა ერთმანეთთან საუბრის და სულ სხვა ვითარება ბჯერა იქნება უახლოეს მომავალში. არის საკითხები, რომელზეც საჯაროდ საუბრობთ, არის საკითხები, რომელიც კულუარული პოლიტიკის ნაწილია და მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს და პოლიტიკოსები საზღვრავენ გეგმებს, რომლის თაობაზეც საჯაროდ ვერ საუბრობენ. მე უფლებას დავიტოვებ, რომ დაიპირდაპირ ეთერში პირობას ვდებ თქვენ შემახსენეთ პირადად და იქ უკვე გიპასუხებთ, რას ვგულისხმობდი. არის საკითხი
რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ბუნებრივად გააქტიურება პოლიტიკური პროცესისა. მექანიკურად პოლიტიკური პროცესის მაქსიმალური დუბლის ტემპერატურამდე აყვანა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული თამარ. ჩვენ ახლა არავის არ გვინდა თავი მოვაწონოთ რაღაცა თავდადებითი აქტებით და თავგანწივითი აქტებით. ჩვენ მნიშვნელოვანია რესურსში რა არის ორიენტირებული. რომ კონდეს პროგრესი, თქვათ, ამ თემებთან დაკავშირებით. ამაზეც თქვათ არ შეიძლება საჯაროდ ლაპარაკი კიდევ რა შეიძლება კეთდებოდეს სააკაშვილის თემაზე, რამე პროგრესი თუა გადაყვანის, თქვათ, გვარამიას თემაზე. ანუ საჯარო და კულუარული ინფორმაციები ასე დაყავით. უნდა ვიცოდეთ თუ არა უფრო მეტი ამ თემებზე, რომ შედეგი და მისი პროგნოზი იყოს უფრო ნაწილობრივ ამეთ ახლა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი უახლოესი ძალიან უახლოესი გეგმა და მოლოდინი არის რომ მოხდეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა. რა თქმა უნდა, აქაც შანსები არ არის გადაყვანის სასარგებლოდ, თუმცა არსებობს არც თუ ისე უნიშნელო შანსები, რომ მიხეილ სააკაშვილის მართლაც რეალურად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი, მაგრამ მხოლოდ ეს არ მაქვს ხედველობაში, როცა ვსაუბრობ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის ახლა სამწუხაროდ არ არის არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ გვინახავს ოპოზიციური პარტიის ლიდერები, პარტიები ერთობის ფორმატში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იდეური რაღაც კოალიციური მოძრაობა პარტიებს შორის არ ყოფილიყო, ეს იყო უფრო მექანიკური ერთობა, მიზნის გარშემო გაერთიანებული და მე როგორც მინიმუმ ასეთ გაერთიანებას უახლოეს მომავალში ვარაუდობ ქვეყანაში, სადაც გუშინ ცხადად განვიცხადეს, რომ ბატონი მურუსიძე აპირებს სამარაჯამო სასამართლო სისტემაში დარჩენას და მან უნდა შობოს დამატებითი ახალი მურუსიძეები ამ სასამართლო სისტემაში ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქართული ოცნების წლების განმავლობაში სოსო გოგაშვილი საუბრობს იმ საკითხებზე, რომელიც რეზონანსული იყო, მაგრამ უფრო მეტი დეტალი გახდა მისგან ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამით არ დამთავრდება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად ხელისუფლების მხრიდან უახლოეს მომავალში გავიგო უფრო მეტი დეტალი, აი იგივე მუხტალის გადაცემასთან დაკავშირებით. იგივე გავიგო მეტი დეტალი ქალბატონი ნინო გვედენტაძის სამსახურიდან გათავისუფლების გადატანებით თაობაზე და ეს ისეთი შემთხვევებია, შესაძლებელია დღეს ბევრი ადამიანი აი ამ რაც ჩამოთვალე და ბევრია კიდე საკითხი უყურებდეს როგორც კი ბატონო ძიმე დანაშაულს, რომელიც ოდესღაც ჩაიდინეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის თაობაზე ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა და საუბარი მოგვიწევს და ისეთი რამ შეიძლება გახდეს კატალიზატორი ამ ქვეყანაში მუხტის გაჩენისა, რაზეც შეიძლება დღეს ბედასკენ ვერც კი ვფიქრობდით. უნდა კითხოთ სანქციების თემაზე, როცა ვსაუბრობდით თქვა ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებთან, სულ ისმოდა ასეთი ფორმულა, გარეთ სანქციები, თქვა შიგნით აქციები, ეს სანქციები როგორც ჩანს ახლოვდება, ეს წრე ვიწროვდება, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება დადოს ამან შიგნით, თუ მივა ყველაფერი თქვა ივანიშვილის სანქცირებამდე, ან გაიზრდება ეს სია ჯერჯერობით ივანიშვილის გარეშეც. რა შედეგი შეიძლება დადოს ამან შიგნით? რა თქმა უნდა, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს აქტიურად და ალბათ შორს არ არის ის წერტილი, სადაც ბიძინა ივანიშვილიც კი დაექვემდებარება დასავლურ სანქციას, თუმცა მხოლოდ ამის იმედად ყოფნას ნამდვილად არ უნდა ვგეგმავდეთ, არც მხოლოდ უკრაინელების გამარჯვების იმედად უნდა ვიყოთ პუტინის წინააღმდეგ, რაც გარდაუვალია. ჩვენ აქ ადგილობრივმა საზოგადოებამ მით უფრო დღეს, როდესაც საერთაშორისო ხარდაჭერა არსებობს, რაც ნამდვილად არ არსებობდა, თუნდაც წლის დასაწყისში ჩვენ და სამწუხაროდ უნდა მოვახდინოთ ყველა ჩვენთვის
მორალური უპირატესობით მოპოვებული, აი შეიძლება ნახევრად წარმატების კაპიტალიზირება, რომლის კაპიტალიზირება ჯერ ვერ ხდება. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ გულხედაკრეფილები უნდა როგორც ციური მანანა ველოდებოდეთ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და უკრაინელების გამარჯვებას, პარალელურად საქართველოში ძალიან ჯერ არა იმიტომ რომ ვიღაცის თქვენი მაყურებლის პატივცემული მაყურებლის გამხნევებას ახლა ვცდილობ არავითარ შემთხვევაში მართლაც გულწრფელად მჯერა უახლოეს მომავალში პოლიტიკური პროცესი სულ სხვა ფორმას და შინაარსს მიიღებს და რამდენჯერმე გვინახავს კიდევაც თამარ ერთი შეხედვით უპერსპექტივო რეალობა და მოცემულობა გადაქცეულა პერსპექტიულ ბრძოლის ასპარეზად და მე ვფიქრობ ჩვენ სადღაც ფინიშის სწორს ვართ ახლა დაახლოებით და მეტი ძალისხმევა, მეტი კონსოლიდაცია და მეტი რწმენა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. დიდი მადლობა ბატონ ნიკა. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მასთან საუბრობდით მათ შორის ნიკა